ჩვენ ახლა ვიმყოფებით იქ, სადაც სიტყვა თავისუფლებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიმყოფებით იქ, სადაც სიტყვის თავისუფლებისთვის ხალხი ყველაფრის ფასად იბრძვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია ფორმულაში, ტელევიზიაში, სადაც ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში არ მოექცეს. ფორმულა არის ქართული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც ოფიციალურად 2019 წლის 22 ივლისს დაარსდა და მაუწყებლობა იმავე წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ასეთი მნიშვნელოვანი არასოდეს არ ყოფილა. ჩვენ მქონდა პერიოდები შედარებით უფრო უკეთესი, როდესაც მოდიოდი შენ სამსახურში, რა თქმა უნდა, მუდმივად გვიწევდა ბრძოლა, მაგრამ დღეს სიტყვის თავისუფლების გადარჩენაზე გადის ქვეყნის გადარჩენა, მისი ევროპული მომავლის გადარჩენა და გავა წლები, მოვა პერიოდი, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი და მართლა მისიასავით შეიძლება აღარ იყოს, იმიტომ რომ იქნება თავისუფალი ქვეყანა ეჭვი არ მეპარება და ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და გვექნება უკვე ის მომენტი, როდესაც ვიტყვით, რომ დიახაც ჩვენმა ბრძოლამ გამოიღო შედეგი, მაგრამ დღეს, როდესაც ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის, ცარიელი ფურცლის ხელში დაკავებისთვის იჭერენ, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე მართლა, არ გავჩერდეთ და ვიყოთ ხმა ყველა სწორედ ასეთი ჩაგრულის, ქვეყნის უკეთესი მომავლის, პოლიტპატიმრის თუ ნებისმიერი მოქალაქის, რომელსაც უნდა უკეთესი ქვეყანა და ამაზე ხმას იმაღლებს. თავდაპირველად ფორმულა მაყურებლისთვის ცნობილი გახდა პოპულარული სერიალებისა და გასართობი პროექტების გამო, თუმცა მალევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და საინფორმაციო არხად ჩამოყალიბდა. რას გავდივართ ყოველდღიურად, ძალიან ბევრ პრობლემურ ლოჯისტიკურ პრობლემას, ძალიან ბევრ სოციალურ წინააღმდეგობას, ძალიან ბევრ ოჯახურ დრამას, მათ შორის აქ მომშავე ადამიანები არიან ყველაფერთან ერთად და როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე ჟურნალისტური ნაწილი მთელი ამ კოლექტივის, რომელიც ძალიან დაპატარავდა, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ ეს სატელევიზიო ბადე და შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული აზრი ქვეყანაში ისმოდეს, კრიტიკული აზრი და დამოუკიდებელი მედია ტელევიზიის სახით იყოს წარმოდგენილი, ჯერჯერობით ამას ვუმკლავდებით. თუმცა ეს შესაძლებლობები არა ყოველთვიურად, არამედ უკვე ყოველკვირეულად და ყოველდღიურად იკლებს. დღეს ფორმულა საკუთარ თავს დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედია საშუალებად მიიჩნევს და საქართველოში მედიის თავისუფლების, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ქართული მედიისთვის ძალიან ძიმედ დღეები დგას, მაგრამ ქართული მედია ამას უძლებს მიუხედავად იმ ყველაფრისა, რა პრობლემების წინაშეც ვდგავართ. ეს არის დაწყებული მატერიალური, დაწყებული პროპაგანდით ბრძოლა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, დაწყებული ფიზიკური საფრთხით, რომელიც ჟურნალისტებს ემუქრებათ, მთელი სახელმწიფო აპარატი, რომელიც ახლა მიტაცებული აქვს ივანიშვილს, დაპირისპირებულია მედიასთან. დავყოთ პრობლემები რამდენიმე კატეგორიისა. ერთი არის, რამაც უნდა გააკეთოს ემოციურად, ფსიქოლოგიური პრობლემები, მუდმივი დაძაბულობა, ბულინგი, მოქცევა ტროლბოტობის, კიდევ უფრო მძიმე ამბავი ეს არის ეკონომიკური პრობლემები რა. იმიტომ რომ ეკონომიკურ პრობლემებს აქვს ეგეთი თვისება. კუმულატიურია. ამ პრობლემებს როგორ უკლავდებით? ვერ უკლავდებით და ამიტომ პერიოდულად შემცირებები გვაქვს ხოლმე. საეთეროს ჩემთან პირადად აღარავინ აღარ დარჩა ფაქტობრივად. ყველა გაუშვეს, ყველა წავიდა, სამი კაცი ვაკეთებთ მთელი ალბათ 9 კაცის საქმეს. რაღაც ალბათ ეს პროფესიული ვალდებულება და იმდენად გამიზდარი მაქვს ტელევიზიაში ჩემში, რომ არ შემიძლია უბრალოდ ისე რომ მივყარო საქმე და არ ვაკეთო რაღაც. და გვიწევს ჩვენ თავზე გადატანა ყველაფრის. ქვეყანაში მედიისთვის არსებული პოლიტიკური და ფინანსური გამოწვევების მიუხედავად არხი განაგრძობს საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების მზადებას. რომ არა მისიის შეგრძნება, რომელიც აქვს აქ მომუშავე ყველა ადამიანს, ეს ტელევიზია დიდი ხანია უკვე დახურული იქნება.